მოდით ახლა ვნახოთ რა შვება ჩემი საუარდო სტარტერი, რომელიც თვენახევარია უკვე მაცებრიდან არ გამომიღია და ახლა უნდა გავაცოცხლო. სად არის ჩემი სპატულა? სად არის ჩემი სუპერეიტუზი? მოკლედ რომ გითხრათ, ახლა სტარტერი გამოიყურება ძალიან ცუდად, აქვს მონაცრისფრო ფერი და თუ დაინახავთ რაღაც სითხეც ჩაუდგა. ხო და საჟდერის უნიასტის კიდე. ზოგადად თავარია, რომ სტარტერს არ გაუჩნდეს რაღაც ვარდისფერი შეფერილობა ან ობის მსგავსი რაღაც. დანარჩენ შემთხვევაში, როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს სტარტერი, ყველა სიტუაციას ეშველება და ყველა შემთხვევაში არის გაცოცხლებადი ჩვენი სტარტერი. ამ პატარა ქილაში გადავიტან. მოდი კარგად ავზილოთ, ავურიოთ. თქვენც რომ დაინახოთ, აი ასეთი თხევადია. და ძალიან ცუდად გამოიყურება. მიხვდებოდით, რომ პურის გამოცხობა მომენატრა და ამიტომ გადავწყვიტე ჩემი სტარტერის მაცებრიდან გამოღება. თუმცა სანამ პურს გამოვაცხობ, მგონია, რომ ერთი სამჯერ მაინც კარგად უნდა გამოვყვებო და დავუწყუნდე, რომ ყველაფერი კარგად მიდის. არ ვასხავ დიდი რაოდენობით, იმიტომ რომ უბრალოდ არ მჭირდება. 20 გრამი მაქვს აქ მოკლედ. დანარჩენი რაც არის, ამას გადავაგდებ. რაც შეეხება კვების პროპორციას, მე ისედაც ყოველთვის ვიყენებდი ხოლმე პროპორციას 1:2:2-თან. რაც მარტივად რომ არ გიხსნათ, იმას ნიშნავს, რომ თუ ჩავამატებ 20 გრამ სტარტერს, მე უნდა დავუმატო 40 გრამი ფქვილი და 40 გრამი წყალი, ანუ გაორმაგებული რაოდენობა. ახლა დავუმატოთ 40 გრამი ფქვილი, გავანულოთ სასწორი და ისევ 40 გრამი წყალი დავამატოთ. რაც შეეხება ფქვილს, მე ყოველთვის ვიყენებ La Familias პურსაცხობ ფქვილს და ეს რეკლამა არ არის, უბრალოდ მართლა ამას ვიყენებ. თუმცა თუ დამარეკლამებს რომელიმე ფქვილის კომპანია, ძალიან გამიხარდება. კარგად მოვურიოთ, მოკლედ ჩვენს მასას გავაერთიანოთ. სხვათა შორის კაი გეგმები მაქვს პურის გამოცხობასთან დაკავშირებით. ბოლოს რაც გამოვაცხე, იდეაში ყველაფერი მიდევს და თქვენს გარეშე ცალკე არაფერი არ გამომიცხია და ცოტა მომენატრა, მოკლედ პურის ცხობის ვიდეოების გადაღებაც და თვითონ ცხობის პროცესიც. ზოგისთვის შეიძლება არის რაღაც დამღლელი და გაუგებარი თუ რატო ვაკეთებ, მაგრამ მე ძალიან სიამოვნებს და ამიტომ მოკლედ დადგა დრო, რომ კიდევ ერთხელ გამოვაცხოთ პური. უბრალოდ ახლა გავაკეთებ სხვადასხვა რაღაცას. ხომ იცით, რომ საუარდოს პურებს აცხობენ ხოლმე თუჯის კვებში, რომელიც მე არ მაქვს და რომლის შეძენასაც უახლოეს მომავალში ჯერჯერობით არ გეგმავდა მსგავსი ინვესტიციის განხორციელებისთვის ჯერჯერობით არ მცალია. მაგრამ ვნახე, რომ ასევე აცხობენ ხოლმე ემალის კვებში და აი მინდა რომ დავტესტო ემალის კვებში როგორი გამოვა. თუ ვინმეს გამოგიცხვიათ, მოკლედ ემალის კვებში საუარდო პური ველი თქვენს რჩევებს. ცოტა გრძელი ვიდეო კი გამომდის, მაგრამ იდეაში აქვე მივაბა ხვალინდელ კადრს თუ როგორ გაიზრდება ჩემი სტარტერი და მოკლედ ერთად ვნახოთ შედეგიც. თავზე უბრალოდ გადავაფარე ფოლგა და გავუკეთე ასეთი რეზინი, რომ დავნიშნო სადამდეა ახლა. ხვალ წესით უნდა იყოს ოდნავ მაინც ამოსული. დავდგამ ახლა ამას სამზარეულოს ზედაპირზე და დაახლოებით 12 საათში დაგიბრუნდებით. ესეც შეპირებული მეორე დღე და ახლა გაჩვენებთ როგორ გამოიყურება ჩემი სტარტერი. როგორც ხედავთ, ოდნავ გაიზარდა ზომაში და ბუშტუკებიც გაუჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად მიდის ჯერჯერობით. მე გავაგრძელებ ამის გამოყვებას ზუსტად ისე, როგორც გაჩვენეთ და შემდეგ გამოვაცხოთ პური.